მოგესალმებით. დღეს ვყავს განსაკუთრებული სტუმარი Porsche 911 Carrera 4S. რაღაცნაირად გარედან რო უყურებ ამ ავტომობილს და წინიდან მგონია რომ Lego სათამაშო ავტომობილს უყურებ, მაგრამ როგორც კი ამ ავტომობილის საჭესთან აღმოჩნდები, ეგრევე მიხვდები თუ რა მონსტრს მართავ. ეხლა მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ამ ავტომობილის ექსტერიერს, ვიზუალს, გარედან რა როგორ გამოიყურება. ამ ავტომობილით ბევრი არ გვივლია, მაგრამ ის შეგრძნებები უკვე მივიღე, რასაც ეს ავტომობილი გადმოსცემს. სად თუ არა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე უნდა დავადუღოთ ეს ავტომობილი და იქ რომ მივიღებ სიამოვნებას და შეგრძნებებს, უკვე მერე აგიხსნით თუ კონკრეტულად დეტალურად რა სიამოვნებას და რა ემოციებს მოანიჭებს ეს ავტომობილი. ეხლა კი ორიოდე სიტყვით ამ ავტომობილის ექსტერიერი მინდა განვიხილოთ და მოგიყვეთ თუ გარედან როგორ გამოიყურება და რა აქვს კარგი ჩემთვის და რა აქვს ცუდი. ცოტა რაღაც მოწყენილია, მაგრამ მაინც აგრესიულია ეს ავტომობილი. რაც შეეხება წინიდან დიზაინს, როცა დაიწყო 911-ის წარმოება, აი ეს ნაწილი თითქმის ყველა მოდელზე ერთი და იგივეა და ამ დიზაინს ინარჩუნებენ, რაც მე პირადად ძალიან მომწონს. წარმოიდგინეთ, იმ დროს ისეთი მაგარი დიზაინი შექმნეს, რომ დღესაც იგივე დიზაინს მიყვებიან. უკვე რესტაილინგი, როგორც ვიცით, ჰიბრიდ ზრავით არის, კიდევ უფრო მძიმეა ამ ავტომობილთან შედარებით, რასაც არ მივესალმები. ეხლა დაუბრუნდეთ ამ ავტომობილის დიზაინს, როგორ თქვით, ფარები ძალიან მაგრად მომწონს ეს მომრგვალებული ფარები, აი 10-დან 10 ქულას დაუწერდი ნამდვილად. წინა ბამპერი, რომელსაც ძალიან დიდი ჭრილები აქვს და არ გამოიყურება უმრავლესობა ავტომობილზე როგორც გამოიყურება ფეიქ სიტუაცია, რო აქედან პირდაპირ რადიატორთან მივდივარ. ეხლა მინდა რომ წინა მარჯვენა კრილოზე გადმოვიდე, რომელიც არის ჩემთვის 10-დან 10. ძალიან მაგრად მომწონს ეს, რომ აქ დაწოვეს და შეინარჩუნეს. ეს Porsche-ს ესე ვთქვათ კულტურა არის და არ უნდა გადაიტანონ უკან, როგორც ეხლა ამის რესტაილინგში უკვე ღილა კიდე იქოქება და აღარ იქოქება ხელზე, ესე იმედი მაქვს, რომ ამ ადგილს სულ ყოველთვის აქ დატოვებენ და ამ თავის საფირმო ჟესტს, ესე ვთქვათ, სულ შეინარჩუნებენ. არ შემიძლია არ შევეხო ამ ავტომობილის დისკებს, უკან არის 21-იანი, წინ კი 20-იანი. სამწუხაროდ მართვაში, როგორც გითხარით, ჯერჯერობით დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ რაც მართე ეს ავტომობილი დაბალ სიჩქარეზე ბრუნის დროს ცხვირს აჩოჩებს და ჩემი აზრით წინ 245 აყენელა, უკან 305-ები ეს მაგის ბრალია, ძალიან ჩაგრავს უკანა საბურავები. გვერდი, როგორც წინიდან თქვი, Lego სათამაშოს მანქანასავითაა თქო, გვერდიდანაც რო უყურებ, სათამაშო მგონია არის, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, როგორც კი ამ ავტომობილის საჭესთან მოხვდებით, მე ხვდებით თუ რა მონსტრს მართავთ. ეს სარკე ძალიან მომწონს, ძალიან დიდი არის. გარედან ავტომობილთან რო დაადგებით, თითქმის ნახევარ რაღაცნაირი ისეთი დაბეჭდილება გრჩება, რომ აი ამ ადგილის უმეტესი ნაწილი უკავია სარკეს, პატარა რო იყოს. ალბათ თვალში არ მოგხვდებოდა, არ იქნებოდა გამოკვეთილი. არ შემილია, არ შევეხო ეს უკვე თანამედროვე ავტომობილებში, არსად აღარ არის გამოწეული და ყველგან შიგნით ხვდება და ეს ძალიან მომწონს. და ხო, რაც შეეხება 911 ტურბოსგან განსხვავებით, აქ არ გვაქვს საჰაერო, მაგრამ ძალიან მომწონს აი ეს ადგილი. ძალიან ლამაზია. აი უდიდესი გამოსვლა მკრილოსი და ლამაზად აი აქედან ჩამოსვლა, რაც 911-ის საფირმო ნიშანია ეს ყველაფერი. აქვს შენარჩუნებული და 10-დან 10 ქულას დაუწერდი. ახლა კი მინდა ამ მანქანის უკანა ნაწილს შევეხო, რომელიც ჩემთვის არის ყველაზე მაგარი. აი როცა ეს ავტომობილი ჩაგივლის და ამ უკანა ვიზუალს შეხედავ, ხვდები თუ რა ჯოჯოხეთ მაგაგია რა გვერდით. აი პირველი რაც თვალში ხვდება არის ეს ერთიანი LED ფარი, როგორც ვიცი და როგორც მახსოვს, პირველი 911-ში დანერგა ეს Porsche. იმედი არ მეშლება და არ გამკითხავთ მაგის გულისთვის, როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე, ეს გადმოსული კრილოები არის ძალიან კარგი და ეს ბამპერი და ეს ფარიც უკვე რაღაცნაირად თითქოს ამ კრილოშია ჩასმული. აი ეს საჰაეროებიც, როგორც წინა ბამპერზე არ აქვს ტყვილა, არც უკან არ აქვს ტყვილა, თავის საქმეს აკეთებს და თავის ფუნქციას. მე პირადად ერთადერთი, რაც არ მომწონს, აქ არის მხოლოდ მატყუარა თავები. როგორც კი შეიხედავ, შიგნით ხვდები, რომ იქ არის უკვე ნამდვილი ესე ვთქვათ გამონაბოლქვის სისტემა და ეს არის სილამაზისთვის დაყენებული. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ეს მთლიანი ერთიანი ყოფილიყო და
უკვე აქიდან გამოსულიყო, მაგრამ არა უშავს, დარწმუნებული ვარ, ჩვენზე მეტი იფიქრეს და ჩვენზე კარგად გადაწყვიტეს ეს Porsche-ს დიზაინერებმა, როცა გააკეთეს. არ შემილია, არ შევეხო ამ სპოილერს, რომელიც მაღალ სიჩქარეზე ამოძია downforce იძლევა, რომ მანქანას მეტი მოჭიდება კონდეს. ამ ყველაფერს, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში წავალს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, იმისთვის, რომ ეს მანქანა ბოლომდე გავწუხროთ. და ეს სპოილერი თუ როგორ მუშაობს და როგორ მოქმედებს, ამ ყველაფერს თქვენ იქ ნახავთ. ეხლა კი მინდა ჩაგახევოთ ამ ავტომობილის ძრავში, თუ როგორ გამოიყურება ძრავი და ეგრეთ წოდებული სათავსოც მინდა განახოთ, თან პარალელურად ორიოდე სიტყვით აგიხსნით თუ რა მონაცემები აქვს ამ ავტომობილის ძრავს. მოდით თუნ სულ ეს არის ჩვენი ძრავი. რაც ჩვენ გვიყვარს აქ ხელების ფათური, ჩვენ ვერაფერ ხელებს ვერ ვაფათურებთ, მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმუმ ეგრეთ წოდებული წყალი შეგვიძლია ჩავასხათ, ზეთი ჩავასხათ, მაგრამ ამ ყველაფერსაც ჩვენით ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ეს ავტომობილი უნდა მიიყვანოს სერვისში და იქ მიიღო მომსახურება ამ ავტომობილზე. როგორც გითხარით, ცოტათი შევეხებით, ხო? აქ დევს 3-დან 0, 2 ტურბინით ძრავი, რომელსაც აქვს 480 ცხენის ძალა. ეს ავტომობილი იწონის 1700 კილოგრამს და ეს ყველაფერი ერთად ძალიან კარგად არის დაბალანსებული ჩემთვის, მაგრამ როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში წავალს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე და იქ გავიგებთ ზუსტად რა შეუძლია ამ ავტომობილს. 0-დან 100-მდე აჩქარება კი აქვს 3.3 წამში, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრაგის მოწყობილობა და ჩვენ გავზომავთ რეალურ პირობებში თუ როგორ აჩქარდება, ასევე შემოგთავაზებთ რეალურ დროს თუ როგორ შეუძლია ამ ავტომობილს თაიმატაკის სიარული. და ეხლა მინდა ეგრეთ წოდებული წინა სათავსო განახოთ თუ როგორ გამოიყურება. მოდით თუნ ეს ცოტა ჩემთვის მიუჩვეველია, მაგრამ ალბათ ამ ავტომობილს როცა ვიყიდი, მივეჩვევი ამ ყველაფერს. ნახე რამხელა სივრცე გვაქვს აქ, ყველაფერი ჩაეტევა, ნახე. წყაბდა ეს ჯაჯდები და ვიხა, ნახე. ანუ აქ მგონია რომ რაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა წახვიდე, აქ ყველაფრის ჩატევა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ 2 ადამიანისთვის, მეტი ადამიანის ბარგს აქ ვერ ჩაატევ, იმიტომ რომ თვითონ სალონშიც ვერ მოვათავსებ ვერავის, მაქსიმუმ 2-3 წლის ბავშვი ჩასვა, ამ ყველაფერს კიდე როცა გადავალთ ინტერიერზე, მაშინ აგიხსნით, მაშინ განახებთ. ეხლა კი უკვე დროა წავიდეთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იმისთვის, რომ მივიღოთ შეგრძნებები და ემოციები ამ ავტომობილისგან. გადმოვინასვლეთ უკვე სალონში მანქანის საიდან დავიწყო არ ვიცი, იმდენად კმაყოფილი ვარ ყველა შტრიხით რაც კი ავტომობილშია და იმდენად მომწონს რომ არ ვიცი პირველი საიდან დავიწყო, მაგრამ რა თქმა უნდა თავის მინუსებიც აქვს სამწუხაროდ. კარგით, პირველი დავიწყოთ ჩემსგან ხელმარცხნივ, აქ კარის ესე ვთქვათ გაღების ეს სახეური ნახე, შევეხე და იქ ამინდო, რომ კარი არ გააღო ბიჭო. ეგ არ ვიცოდი სენსორზე ქონია. მაგარია, რომ შევეხე და კარი არ გააღო, რომ გეუბნება. ეს ძალიან ცუდად აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ნახე, 3 ტიცაც ვერ ვატევ და ეგ არ მომეწონა ნამდვილად. აქ სიდენების მემორი, ესე ვთქვათ და კარის გაღება, კარგ ადგილას აქვს, მაგრამ მე ამ ფუნქციას, ესე ვთქვათ, არასდროს არ ვიყენებ ხოლმე თითქმის ავტომობილზე, თუ ვინმე პასენჯერი ანუ გზაური არ მიჯდება და სხვა კარები არ არის ხოლმე დაკეტილი.
რაც შეეხება შუშების აი ამ აწევას ძალიან ცუდ ადგილას აქვს გაკეთებული. ანუ 0 ქულა ამისთვის ჩემგან Porsche-ს. იქიდან გამომდინარე, რომ საჭესთან როცა ვზივარ და შუშა მინდა ჩამოვწიო, რაღაცნაირად აი ამ ხელს აი ეს ადგილი უკან შემაქრო, აქ მოვიდე. ან რაღაცნაირად აი ესე ვერ ვაკეთებ და ძალიან დიდი მინუსია. სულ ცოტათი წირო გაეკეთებინათ, არაფერი დაშავდებოდა ჩემი აზრით და იქნებოდა ძალიან კომფორტული სახმარი. აქეთ ხელმარცხნივ გვაქვს მათხოვე, შევახედო. ანუ ფარების მენიუ დიდი არაფერი არ არის და ყველაზე მთავარი ეგრეთ წოდებული ავტომობილის დაქოქვა, რაც ყველაზე ძალიან მომწონს, როცა აქ აქვს კი ეს ძველი ესე თქვა Porsche-ებიდან მოსდევს, როგორც იცით უმრავლესობა მაგ დროს რბოლის დროს როცა ავტომობილში ჩდებოდნენ, ცალი ხელით აქედან ქოქავდნენ, მეორე ხელით პირველში აგდებდნენ და ეს იყო პლუსი და ეს ძალიან მომწონს, რომ იმ დროიდანვე შენარჩუნებული აქვს და აქედან იქოქება. რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან განსხვავებულია სხვა ავტომობილებიდან და ერთი რესპექტია ეს ჩემგან. დროთა განმავლობაში ეს დახვეწეს და არა აქვს ესე თქვა რაღაცა პლასმასან, რაღაცა უბრალო გასაღების ფორმას არ ატრიალებს წინ და უკან აი როგორც აქ აქვს და ნახე აი ესეთი მეტალებით არის აქაურებაც. ეხლა კი გადმოვიდეთ საჭესთან, რასაც ყველაზე ხშირად ვეხებით საჭეს. თითქმის ყველა Porsche-ში ერთ და იგივენაირი საჭია. ხელში ძალიან კარგად ზის და გადატვირთული არ არის. ამ საჭეს აქვს ერთადერთი მთავარი ღილაკი, აი ეს. აქედანვე როგორც სული, ესე თქვა, drive mode-ებს გადაიყვანს სპორტზე, სპორტ პლუსზე, ინდივიდუალზე და ნორმალ რეჟიმი აქვს და ასევე აქვს წვიმის რეჟიმი. ეს ეგრეთ წოდებული აქ რაც გვაქვს მინისაწმენდი, სიმსიმების ჩართვა, ფარები და კრუიზ კონტროლი, ყველაფერი ეს სამივე ძალიან ლამაზი ფორმის არის. ხელშიც კარგად ჯდება, არც მეტი დიდი ზომის შიფტერი არ ჭირდება და არც პატარა ზომის შიფტერი არ იქნებოდა მიზანშეწონილი. ამიტომ ეს ყველაფერი კარგად აქვს ჩემი აზრით გათვლილი და გაკეთებული. არ არის პლასმასის, არის მეტალის, რაც კიდე ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩემთვის და ეხა მინდა უკვე ნელ-ნელა გადმოვიდე შუა ბარზე, რომელსაც ჩემთვის ბევრი მინუსები აქვს. კი, ძალიან მომწონს, რომ ეს გადატვირთული არ არის. უკვე დაკაწრულია, ჩანს როგორი დაკაწრული არის, არ ჩანს ხო კამერაში. დიდი მინუსია ჩემთვის პირადად ავტომობილს 12-13,000 კილომეტრი არ აქვს ჯერ გარბენი და მსგავსი დეფექტები აქვს. აი ეხლა პატარა ხრეშიან ადგილზე გადავიარეთ და ქვების ხმა შემოდის ავტომობილში. აქ გვაქვს კლიმატის პატარა ღილაკები, უკანა მინა თუ დაგვეორთქლება, წინა მინა მაგეების გაწმენდვა გვაქვს. აქედან გვაქვს გრადუსების დარეგულირება, სიჩქარის, რაც შეეხება აქვს აქ დავით შეახედე, ესე თქვა გლუშიტელების, ანუ ვიხლოპის ხმის მომატება, მოცურება, ამორტიზატორების დაგროვება და სიმაღლის აწევა. ეს მენიუში ხელების ფორთხიალი რო არ მოგიწიოს და იქ ბევრ რაღაცებზე დაჭერა. აი ეხლა მაგალითად ჩვენ გვაქვს CarPlay ჩართული, შეახედე დავით და CarPlay-დან რომ მე გადავიდე და აქ უნდა დავაჭიროთ ამას. მე აქ რაღაცას ფიქრობს, მე აქ უნდა დავაჭიროთ ამას. ნახე. მე აქ რაღაცა იმას, ამას და აქედან გადავიდე და რაღაც drive mode-ებში ავირჩიოთ, მაგალითად აქედან ისება მოვნიშნოთ და რაღაცები გავაკეთოთ და ჩემი აზრით მაგიტო ზუსტად იფიქრეს და ძალიან კარგად გააკეთეს ეს რომ აქ აღარ შევიდეთ ღილაკებს ხელი აღარ ვიფათუროთ და აქედან პირდაპირ დავაჭიროთ. აქ გვაქვს სიდენის გათბობის ღილაკები, ანუ ეს არაფერში არ წერია. აქ ვერ ჩადებ სასმელს, ამიტომ ჩემი აზრით ეს ადგილი დატოვეს მობილურისთვის, ტელეფონისთვის ჩასადებად. აი აქედან ესე უნდა ამოიღო, მე ხა აქ მიდევს ტელეფონი და ტელეფონი ჩადო აი აქ, ესე ვთქვათ, ეს ჩემი აზრით ეს ალბათ უფრო ტელეფონისთვის არის. რატოა ესე არ ვიცი, CarPlay-ს ვერ არ უკავშირდება თუ ტელეფონს არ გაუკეთებ კონექტს, ანუ კაბელით არ შეერთებ. არ უნდა შეშლოდათ ესე ვთქვათ ეს Porsche-ში და ამიქიდან გამომდინარე მობილურს ვათავსებ აქ, აგვდებ. მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ CarPlay-ის ხმარება შეგვიძლია აქედან, მაგალითად ჩავრთოთ ახლა მუსიკები. აი აქედან შევედით, ჩაიტვირთა მუსიკები, ეხლა მოდი ამას გავასწროთ რა. ყველაზე თავარი, რაც ამ მანქანაში ყველაზე მაგრად მომწონს.
ეს არის მაჩვენებლების დაფა. მაჩვენებლების დაფა, ხელმარცხნივ გვაქვს ელექტრო, ანუ აქ სიჩქარეებს ნახულობთ ელექტრო დაფაზე, მაგრამ აქ უკვე გვაქვს მექანიკურად, რაც ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია, რომ მექანიკური დატოვეს, მაგრამ უკვე ამ ავტომობილის რესტში ეს უკვე როგორც ვიცი ელექტროა. ეხლა მინდა რომ აი აქ პატარა განხილვა გაგიკეთოთ. აქედან ვცვლით და ვნახოთ ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავრობა. ნახეთ, საათი და ანუ თითქმის 2 საათია რაც ავტომობილი დაკოქილი ყავს. 73 კილომეტრი გვაქვს გავლილი დღეს და 12 ლიტრას წვავს 100 კილომეტრზე საშუალოდ, რაც არის ძალიან მაგარი ამ ავტომობილისთვის. ანუ ნამდვილად არ მეგონა თუ ესე ცოტას დაწოვდა. რესპექტია ეს ჩემგან. ეს არის ნავიგაცია თავისი, რომელიც არ მუშაობს და ეს კიდევ რომელიც ყველა პორშეს უნდა გქონდეს, მე ესე მგონია. ტაიმლეპი, ანუ როცა შევალდა ტრეკზე, ავტოდრომზე, ჩვენითვე შეგვიძლია გზა გავსინჯოთ, დრო ავიღოთ უბრალოდ და ეს კიდე G-Force-ი, რომელიც გვაჩვენებს თუ რა G-Force-ებს მიგვაღებინებს ავტომობილი. ეს არის საბურავების დატვირთვა, თუ რომელ საბურავზე რამდენი დატვირთვა მოდის, ანუ წინა მხარეს და უკანა მხარეს. ეს არის საბურავების წნევა, რომელიც სპორტულ ავტომობილზე აუცილებლად უნდა გქონდეს. აი ნახეთ, ეხლა წინა მარცხენა საბურავი დაშვებული გვაქვს, რაც ესე ვთქვათ ძალიან ცუდი არის ჩვენ შემთხვევაში, როცა ამ ავტომობილით უნდა შევიდეთ ტრეკზე და კარგი დროები დავწეროთ, ეს ისე ვის მენიუა, რომელსაც აქედან ღილაკით შევდივარ და აი ეს, რომელსაც შევალ დროზე ტრეკზე გამოვიყენებ. ნახე, ყველაფერი ქრება და მხოლოდ აი ეს შუა მექანიკური პანელი რჩება. კიდევ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მინუსი, რომ ამ ავტომობილს არ აქვს ზამშიშჭერი. როდესაც ამ მანქანაში ამ ხელა თანხას იხდი, ესეთი ელემენტარული მინუსები ჩემი აზრით არ უნდა გქონდეს ავტომობილს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, სხვა შეიძლება აკმაყოფილებდეს, მოწონდეს, მაგრამ მე არ მომწონს. ეს 3-ზეული კიდე ვითომ 3-ზეული გვაქვს აქ, თუ მარცხიდან მოგადგება მზე, ეს კიდე საერთოდ ვერაფერს ვერ დაგიფარავს, ესე მგონია. ეს პატარა მინიატურული სარკე გვაქვს, უკან ხედვის სარკე, რომლითაც ასე თუ ისე ვაკონტროლებთ რაღაცებს, მაგრამ მე პირადად მაგ სარკეს დიდად არ ვხმარობ ხოლმე მანქანებზე ხელმარჯვნივ სარკეებს ვხმარობ, რომელშიც რომ გავიხედები ისეთი მაგარი რაღაცა ჩანს, ნახე, რამხელა კრილოა, იმენა მონსტრი ჩანს. შეახედეთ თუ აქ აქვს ანუ სამად არის დაყოფილი. აი მაგალითად მინდა ახთა, ანუ აი ზევი დაწევა. აი ეს ზევი დაიწია ეხა თავისით. მაგრამ ბადე არ გადავიდა. მინდა გადახტა. ნახე? ეს დახურა. აი გადავხადე. და ამ შემთხვევაში უკვე ბადე მიყვება. ნახე, ეხა უფრო მინდა ბადე რო გავწიო და კიდე დავაჭირო და კიდე ბადე შევიდა. ანუ რატოა ესე? Bro, what are you talking about, man? ერთად რო იყოს უფრო მარტივი იქნებოდა. აი ეს მომეწონა ძალიან. შეახედე, აქ რო 911 წერია. როცა ავტომობილს აჩინებ და აი ხელის მუხლუს რასაც ვეძახით, აი ამ ღილაკს რო ამოწევ, ელექტროხელის მუხლუს აქვს. ხა ამ ავტომობილს კი რა, ყველა უკვე თანამედროვე ავტომობილს ელექტროხელის მუხლუს აქვს. როცა ამას ამოწევ, გადაცემა და კოლოფი თავისით პარკინგში გადადის. ბევრმა შეიძლება მითხრათ, რომ არ იციო, ვიცი კი, ჩემს მაგალითად G05-ზე როცა პარკინგში ჩავაგდებ, ხელის მუხლი თავისი ავტომატურად იწევა. მაგრამ ეს ავტომობილი როცა გავაჩერე, პირველი ხელის მუხლი ამოვწიე რა, ანუ ნეიტრალში ჩავაგდე და ხელის მუხლი ამოვწიე. იმიტომ რომ დაღმართზე ვიყავი. ახალია ჩემთვის და მაგიტო განსხვავებული და მაგიტო მქონდა რაღაც ეგეთი რეაქცია და შთაბეჭდილება, მაგრამ მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვისაც. ჯერჯერობით სულ ეს იყო ინტერიერზე, რაც შემეძლო რომ მეთქვა და ამეხსნა თქვენთვის და გამეზიარებინა. ახლა კი უკვე ძალიან მალე ჩვენ გადავალთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, სადაც ამ ავტომობილის მაქსიმუმს შევეცდებით რომ გამოვიყენოთ და მივიღოთ ის შეგრძნებები, რასაც Porsche 911 გვთავაზობს.
შემოვედით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ეხლა უნდა გავიაროთ ტრეკი, თაიმატაკი. ნახოთ რა სიზავს ეს ავტომობილი. ეხლა პირველ წრეს გავხურდები და შემდეგ ორ წრეს დავადუღე ბოლომდე, რაც კი ავტომობილს შეუძლია იმის მაქსიმუმს გამოვიყენებთ. ამის შემდგომ კი გავსინჯავთ 0-დან 100-მდე აჩქარებას, თუ როგორ ჩქარდება რეალურ პირობებში. ქართული მონაცემები ვიცით, რომ 3.3-ია. წამოვიღეთ დრაგის მოწყობილობა და ამ ყველაფერს უკვე ჩემთან ერთად იხილავთ თქვენც. პირველი წრე გავიაროთ, ეხლა გამახურებელი წრე. ცოტა აღვიქვათ ავტომობილი თუ როგორ დგას. შევდივართ ეხლა წრეზე და ამას ვარესტარტებ და ეჭირე დავარესტარტებ და წავედით, ახლა მეორე წრეზე მივდივარ.
არის შეგრძნებებია. ესეც ჩვენი მეორე წრე. სრული 2 წრე. საწვავმა აგვინთო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. 200 კილომეტრს გვიწერდა გაივითო. სასწაული შეგრძნებებია. ნამდვილად არ ველოდი ესეთ შედეგს. ძალიან კარგად დგას. მოსახვევებში თავი დაბალანსებული აქვს. წუთი 54. წუთი 54. ნამდვილად კაი დროა ეს ჩემთვის. ეთყობა საბურავებს. რომ პატარა პრობლემა აქვს, ფაქტია. ცოტა სნოსი ქონდა, რაც არ უნდა ქონოდა. ეხლა გავაგრილოთ ავტომობილი. არც ჭირდება გაგრილება დაჟე. ზეთის ტემპერატურა 103 გრადუსია და წყალი ნორმაზე დგას 90 გრადუსზე. გავააქტიურე ეხლა დრაგის მოწყობილობა. ეხლა გადავიყვანოთ სპორტ მოუდში. მექანიკა გავაკეთოთ, რომ ჩვენით გადავვრთოთ სიჩქარეები. მოვიმზადოთ. ლანჩი გავააქტიუროთ აუცილებლად. აი გააქტიურდა. წავედი. 200 mile. ნახოთ კიდე ერთხელ გავტესტოთ. რა მაგრა ჩქარდება. ამჯერად ტელეფონი არ დაგვიკარგავს. აუ, რა მონაცემებია. 3.3 წარმოიდგინეთ, რასაც Porsche-ს ცენტრი წერს, ზუსტად იგივე მონაცემებში ავჩქარდით 0-დან 100-ზე. არ მჯერა. ნახეთ, 11.15-ში გავიარე 0-200 და 0-100 3.3. ჩვენი ვიდეო უკვე უახლოვდება დასასრულს. პირველი წრე გავხურდით, შემდეგ ორი წრე ბოლომდე გავწურეთ ავტომობილი 100% რაც კი შეეძლო. სამწუხაროდ არ უარგა წინასაბურავები და ქონდა ცოტა სნოსი, მაგრამ ეს Porsche-ია და მაქსიმუმს აკეთეს მოსახვევებში. ტორმუზის სისტემა, რომელიც მეგონა რომ ცოტა გაუჭირდებოდა, იდეალურად იმუშავა. ჩვენ სულ რაღაც ორი წრე დავარტყით გადამოვა და არ ვიცი უფრო მეტის გავლის შემთხვევაში რა სიზავს, მაგრამ ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო, როცა 911 ყიდულობდა $160,000 იხდი ავტომობილში, არ უნდა იყოს ოფციებად დამატებით როგორც ჭერი ზამშის, ისე სამუხრუჭე სისტემა, უნდა მოყვებოდეს ეს როგორც GT ვერსიებს არის, ეს ჩემი აზრია. Porsche პატივს ემს ისტორიას, როგორც ცოტა ხანში გითხარით, საკულტოდ აქვს ხელმარცხნივ რო იქოქება ავტომობილი, ასევე მისი საკულტო ვერსია არის 1 ბოლტზე როცა არის საბურავები. ჩვენ ამ ვერსიაში გვხვდება 5 ბოლტიანი
რაც ძალიან არ მომწონს, როგორც ცოტა ხნის წინ ვახსენე, ეს ავტომობილი $160,000 ღირს და რატო უნდა იყოს ეს ყველაფერი ოფციებად დაყოფილი ჩემთვის გაუგებარია, რატო უნდა დავამატო $3,000 ამ ოფციისთვის? ეს იმას მაფიქრებს, რომ მე ამ ავტომობილს არ ვიყიდიდი და არ გადავიხდიდი ამ თანხას, იმიტომ რომ ის ნაკლოვანებები, რომელიც ამ Porsche-ში აღმოვაჩინეთ, ჩემთვის ძალიან დიდი მინუსებია. მივმართავდი US Global-ს იმისთვის, რომ თითქმის ნახევარფასი შემეძინა ეს ავტომობილი ამერიკაში და ჩავამეყვანა დაუზიანებელი და კარგ მდგომარეობაში. გირჩევთ თქვენც, თუ გადაწყვეტილი გაქვთ ამ ავტომობილის შეძენა, მიმართოთ US Global-ს, ჩამოიყვანოთ ამერიკიდან დაუზიანებელი ავტომობილი, როგორც სახმელეთოდ, ასევე საჰაეროდ, თუ ძალიან გეჩქარებათ, ჩატვირთავთ თვითფრინავში და სულ რაღაც ერთ კვირაში ავტომობილი აგეყოლებათ. დაგიბრუნდებით ძალიან მაგარი მანქანით, კარგი კონტენტით, ბევრი ბოლით. მადლობა დიდი.